და ახლა კურიერის შეკითხვებს თბილისის მერი გიგი უგულავა უპასუხებს საღამოშობის და ბატონო გიგი მადლობთ რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. საღამოშობის. ბატონო გიგი უკვე 5 დღეა თბილისი ყვითელი მიკროავტობუსების გარეშეა დარჩენილი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები და დღეს კომპანია დათმობაზე წავიდა, თუმცა შედეგი არ არის. რა მოხდა? რაიმე ახალი მოთხოვნები აქვს ძღოლებს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე დღეა თბილისელებისთვის ძალიან უსიამოვნო რამ ხდება. გაფიცულია თბილისის მიკროავტობუსის სრული შემადგენლობა, რაც არსებით შეფერხებებს იწვევს ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ დავამატეთ მეტროპოლიტენის დამატებითი ვაგონები და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს დღეს მდგომარეობი და ასე გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება თბილისის ავტობუსებიც, მაგრამ ბუნებრივია ის მგზავრი, რომელიც შეჩეულია მიკროავტობუსს, შეეჩვია ასევე განახლებულ ნორმალურ ცივილიზებულ მიკროავტობუსს, ბუნებრივია ერთის მხრივ ითხოვს მის დაბრუნებას და რა თქმა უნდა მეორეს მხრივ ითხოვს ამ სერვისის შენარჩუნებას, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს წლების წინ აბსოლუტურად ამორტიზირებული, გაუბედურებული სისტემა, რომელიც გზაში იწოდა ხშირ შემთხვევაში გქონდა ჩვენ შემთხვევები თბილისში, რომ გზაში იწოდა და მგზავრები ძლივს გამოდიოდნენ მარშრუტკიდან. ეს სისტემა ნელ-ნელა დაალაგდა, ეს სისტემა წყობში მოვიდა, გადახდის ახალი საბარათო სისტემა დაინერგა. ერთი სიტყვით ჩვენი ამოცანა აქამდეც და აწიც და მომავალშიც იქნება მუდმივად სრულყოთ სისტემა, რომელიც ემსახურება თბილისელებს. რაც შეეხება თავად დაპირისპირებას. მთელი 5 დღის განმავლობაში ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ მოგეხსენებათ, ეს არის კერძო კომპანია და შესაბამისად კერძო სამართლებრივი ურთიერთობებით რეგულირდება მძღოლებისა და კომპანიის ურთიერთობა, ჩვენ ვიკისრეთ მედიატორის ფუნქცია ყოველგვარი პოლიტიკური მინარევების გარეშე, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრანსპორტი გავიდეს და თბილისელები არ ზარალდებოდნენ. 5 დღის განმავლობაში ძალიან მძიმე მოლაპარაკებები მიდიოდა, იმიტომ რომ კომპანიასა და მძღოლებს შორის მთელ რიგ საკითხებში იყო ფუნდამენტური შეუთავსებლობა. მე ვინაიდან წარმოვადგენ მერიას და მერიას მედიატორის ფუნქცია ქონდა ამ მოლაპარაკებაში, ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით ცალ-ცალკე და ერთად დაგვესვა ეს ხალხი და გარკვეული კონსენსუსისთვის მიგვეღწია. პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ის, რომ ჩვენ შევჯერდით ის, რაც ლეგიტიმურად კანონიდან გამომდინარე აწუხებდათ მძღოლებს, მე ვგულისხმობ ინდმეწარმისზე გადასახადის დარიცხვის წესს და საკმაოდ რთული წესი იყო და მძღოლებს უწევდათ ბუღალტერის დაქირავება, რაც დამატებით ხარჯთან იყო დაკავშირებული და ის, რაც თითოეულ მძღოლს თვეში 100 ლარი უჯდება, ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი და მე დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობაც ამას დაუჭერს მხარს და ფინანსთა სამინისტროს დაგვეთანხმება, ის, რაც 100 ლარი უჯდებოდა თვეში მძღოლს, დაუჯდება სახელმწიფოს გადასახადის მხრიდან მხოლოდ 10 ლარი, რაც არსებითი შეღავათია. შემდგომ და ეს ბუნებრივია მძღოლებისთვის მისაღები იყო. პრობლემა მდგომარეობდა ყოველდღიურ გეგმებზე, კომპანიას თავის მოსაზრება ჰქონდა, მინდა გითხრათ, რომ კომპანიის დაყოლება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს ჩვენ მივახციეთ იმ კონდიციას, რომ ორივე მხარემ, ესე ვთქვათ, ხელი ჩამოართვა და შეთანხმება მიღწეული იყო. ამის შემდეგ ბრუნდებიან მძღოლები და მე რატო ვყვები ამ ისტორიას, იმიტომ რომ ჩვენ და სამწუხაროდ ისევე როგორც მძღოლები, ასევე მთლიანად თბილისელები, ვინც სამარშრუტო ტაქსებით სარგებლობენ, აღმოჩნდნენ ძევლები ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით პოლიტიკური თამაშების. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ შეთანხმების შემდეგ ამ საკითხის სრულ პოლიტიზაციას. მოთხოვნები წავიდა. რაში გამოიხატება ეს პოლიტიზაცია? პოლიტიზაცია კერძოდ გამოიხატება იმაში, რომ ამ შეჯერების შემდეგ დადგა ახალი მოთხოვნები, რომლებიც საერთოდ აღარ არის არანაირ კავშირში მძღოლების ყოფით მდგომარეობის გაუმჯობესებასთან და სატრანსპორტო უზრუნველყოფასთან, დადგა საკითხი, ესე ვთქვათ, პოლიტიკური ხასიათის და თუ ჩვენ ამას ერთიან კონტექსტში განვიხილავთ, ვხედავთ რომ და ჩვენ ვხედავთ რომ მთელი ამ დღეების განმავლობაში მძღოლებს გვერდზე ედგნენ ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. მე მინდა გითხრათ, რომ ცალკე ეს ხალხი ცდილობს მძღოლებს ჭკუა აურიოს,
ცალკე კომპანია თბილისის მიკროავტობუსი დარბის შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცრუ ილუზიებს იქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რაიმენაერად ძალისმიერად გადაუჭირთ მას ამ პრობლემას, მე პირადაპირ მინდა გავაფრთხილო, რომ ასეთი რამ არ მოხდება და მე ვიქნები პირველი ამის წინააღმდეგი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ესე ვთქვათ დახშულ წრეს. აქედან ოცნების ახალგაზრდული მთავრებს ამ ხალხს ტვინს, აქედან ესენი ცდილობენ ცენტრალურ მთავრობაში, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში რაღაც ეს სიტყვა დაალაგება მათთვის მოდურია დაალაგონ, მაგრამ იჭყლიტებიან თბილისელები და ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო პოზიციის ასეთ პირობებში შეჯერება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, მაგრამ როდესაც მოხერხდა მაინც ამ პოზიციების შეჯერება, შემდეგ დაიწყო კვლავ პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენება. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა და მივმართო პირველ რიგში მძღოლებს. ჩემო მეგობრებო, ყველაზე გულსატკენი იქნება ის, რომ თქვენ გამოგიყენოთ ვიღაცებმა პოლიტიკური მიზნების გამო. თუ მივახციეთ შეთანხმებას, უნდა გავიდეთ ხაზებზე, მოვემსახუროთ თბილისელებს და ყველა სხვა დანარჩენი საკითხი, რომელიც შეიძლება კიდე ღიად, იმიტომ რომ კანონ პროექტი იქნება თუ სხვა რამ მას დრო ჭირდება, ერთობლივი მონიტორინგის ქვეშ მივიყვანოთ ბოლომდე და მე ვარ იმის გარანტი, რომ ყველანაირად შევეცდებით და ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანოთ. მაგრამ თუ ეს საკითხი გახდება პოლიტიკური საჯილდაო საკითხი, მხოლოდ და მხოლოდ თბილისელები დაზარალდებიან და მეტიც მივიღებთ ჩვენ სურათს, სადაც ისეთ სიტუაცია, სადაც უბრალო კაცისთვის არავინ არის. მძღოლისთვის იქ სამწუხაროდ არავინ ზრუნავს. დღეს უკვე მოვიდნენ მერიაში უმრავლესობის წარმომადგენლები, აგერ ბატონი მითხრეს მე არ ვიყავი, გასული ვიყავი სამსახურიდან, მითხრეს ჯაჭვლიანია მოსული, ჩემს მოადგილეს ხვდება. კი ბატონო, დიალოგი ჩვენ შეგვიძლია გქონდეს, თუმცა იგივე ჯაჭვლიანი იყო, მინდა გითხრათ, არჩევნებიდან ერთი კვირა არ იყო გასული, გდანის გამგეობაში მისული და არ ყვევდა ხაზები და მარშრუტის და იმის ავტობუსის ხაზები, ვის როგორ უნდა გამოართოს, ვის როგორ უნდა გაანაწილოს. ჩვენი ამოცანა არის, მეგობრებო, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, შევუწყოთ და ნორმალური პირობები გქონდეთ მძღოლებს, მაგრამ მეორეს მხრივ არ ჩავარდეთ აი იმ ქაოსში, სატრანსპორტო ქაოსში, რომელიც წლების მანძილზე არსებობდა. ვინ, ვისი, რა იყო, რა სატრანსპორტო საშუალებებით ემსახურებოდეთ თბილისელებს და ასე შემდეგ. ეს ამოცანაა ბუნებრივია, რომ გათეთრდეს ეს ბიზნესი და მეორეს მხრივ არც ერთი მძღოლი არ დაიჩეკოს. დღეს მე რასაც ვხედავ, პრობლემა სწორედ ამაშია. მიღწეული შეთანხმება იყო მყიფე და პოლიტიკური მოსაზრებების გამო მოხდა კვლავ ამისი. ჩვენ კვლავ იმედს ვიტოვებ, უკაცრავად დავასრულებ, კვლავ იმედს ვიტოვებ. ბუნებრივია, ჩვენ ორივე მხარეს შევთავაზებთ კვლავ მედიაციას და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყოველგვარი ზედმეტი პოლიტიკური მინარევების გარეშე. იმიტომ რომ აქ მერია მონაწილეობს და აქ მე მონაწილეობ და აქ ჩვენი თანამშრომლები მონაწილეობენ უწყებრივად და არაპოლიტიკურად. ჩვენი ამოცანა თუ იქნება, რომ შევთანხმდეთ, შევჯერდებით და თბილისელები არ დაზარალდებიან. ჩვენი ამოცანა თუ იქნება ის ქაოსი, რომელიც სამწუხაროდ მთელ ქვეყანას მოედოს, გადმოვიტანოთ თბილისში და ამით თბილისელები დავაზარალოთ, მაშინ ძალიან ძნელი იქნება თითოეულ თბილისელს აუხსნას, რატომ შეჯერების შემდეგ ვერ ხდება ის, რომ მარშრუტკები გამოვლენ და მოემსახურებიან ქალაქს. აი ეს არის ამ წუთას ამ დროის მდგომარეობა. ჩვენ ისე ვიმეორებ. გზად ვართ ყოველგვარი პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა, ყოველგვარი პოლიტიკური განსხვავებების მიღმა და ყოველგვარი პოლიტიკური კრეტექსტების გარეშე დავსვათ ეს ხალხი და კიდევ ერთხელ გავიაროთ ის საკითხები, რომელზეც არსებითად უკვე შეჯერებული. ბატონ გიგი, იმ შემთხვევაში თუ მძღოლებთან ვერ მოხერხდა მოლაპარაკება, რა შეხედავთ გამოსავალს, რა ფორმით უნდა აღდგეს მიკროავტობუსების მუშაობა და თბილისელებმა რა უნდა აქნან, ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსის მძღოლების პროტესტს შესაძლოა ყვითელი ავტობუსის მძღოლებით შეუერთდნენ. მოსალოდნელია თუ არა დედაქალაქის სატრანსპორტო პარალიზება? ისე ვიმეორებ და მე სხვა თემაზეც გადავალ. მე იმედს ვიტოვებ და ეს არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ მაშინ პრაქტიკულად საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იქნება ქალაქში, მაგრამ ასევე მეორე პრობლემაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. უკვე მე რამდენი დღეა თბილისის ერთადერთი ნარჩენების მიმღები პოლიგონი, რომელიც 2010 წელს გაიხსნა და სულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, ალბათ საზოგადოებას ახსოვს ჩვენ განსაკუთრებით გდანელებს ახსოვს ის ავადსახსენებელი ნაგავსაყრელი, რომელიც ჩვენ დავხურეთ და ასევე იაღლუჯას პოლიგონი, რომელიც წლების და ათწლეულების მანძილზე უბედურებას წარმოადგენდა თბილისისთვის. ახალი მიმღები, ესე ვთქვათ, პარალიზებულია, იქ რამ შესაძლოა
სასწავლოში დადგმულია რამდენიმე კარავი, ესეც ორკესტრირდება საკრებულოს ოცნების წევრ ქალბატონის მიერ და პრაქტიკულად 1.5 მილიონი ქალაქი მძევლად არის აყვანილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენ რის ვაიბაგლახით ვაგრძელებთ ამ სისტემის უზრუნველყოფას, მაგრამ თუ ესე გაგრძელდა სამწუხაროდ სატრანსპორტო კოლაფსის პარალელურად ჩვენ შეიძლება მივიღოთ ასევე სანიტარული პრობლემები და სრულ ის საგიჟეთი რაც ქვეყანაში ხდება გადმოედოს ქალაქსა. მე მინდა მიმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს. კახელები, რომლებიც გამოვიდნენ ამ მთავრობის წინააღმდეგ, რომლებიც ითხოვენ სამართლიან კომპენსაციას. პოლიციამ ძალით დაშალა. თუ ეს ხალხი გამოდის ივანიშვილის წინააღმდეგ, ესე იგი პოლიცია თავის კანონიერ ამ შემთხვევაში უფლებამოსილებას ანხორციელებს და გზას ესე ვთქვათ ხსნის და ქალაქი რომელიც შეიძლება სანიტარული კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს, პოლიცია თითზე არ ანძრევს და საერთოდ არ ერევა ამ საკითხში. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს ეს სელექციურ სამართლიანობას, ნიშნავს ეს შეგნებულ საბოტაჟს, ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ ის ქაოსი, რაც რეგიონებშია, გვინდა რომ თბილისშიც გადმოვიტანოთ. მე მინდა უთხრა ცენტრალური მთავრობის შესაბამის წარმომადგენლებს. მე მინდა უთხრა ასევე ბატონ პრემიერ-მინისტრს. მათ შეიძლება აქვს პოლიტიკური გეგმა, რომ გვებრძოლონ ჩვენ. მებრძოლონ მე პირადად, როგორც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ პიროვნებას. მაგრამ თავი დაანებონ თბილისელებს. თავი დაანებონ იმ სერვისებით მანიპულირებას, რაც აუცილებელია ქალაქის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ეს არის დასუფთავება, ეს არის ტრანსპორტი, ეს არის საბავშვო ბაღები და ეს არის გარეგანათება და ასე შემდეგ ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც თბილისელებს ჭირდებათ იმისათვის, რომ ქალაქმა იარსებოს ნორმალურად. ჩვენი ერთობლივი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს ქაოსი, რომელიც ქვეყანაში სუფევს, ყველა რაიონის მიხედვით და სამწუხაროდ უკვე რაიონი აღარ დარჩა საქართველოში და მხოლოდ თბილისია გამონაკლისი, ეს ავიცილოთ თავიდან თბილისში. ამიტომ მე მზად ვარ ნებისმიერი ფორმატით თანამშრომლობისთვის, თუ მიზანი არის ეს. თუ მიზანი არის ქაოსი, ისევ ვიმეორებ, სხვა მანქანებით, სხვა საშუალებებით იმოქმედონ. დაანებონ თბილისელების ნერვებზე თამაშ თავი. დიდი მადლობა ბატონო გიგე, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლების მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება თქვენს განცხადებებზე. კურიერის შეფეთქებას თბილისის მერი გიგი უგულავა პასუხობდა.